ჩემთვის პატივია რომ ასეთი მაღალი დონის აუდიტორიაში კიდევ ერთხელ ვისაუბროთ მწვავე კორ სინდრომის ანტითრომბული თერაპიის გამოწვევებზე და იმ ცვლილებებზე, რაზეც საუბარი ქონდა ბატონ კახას ბოლო პერიოდის განმავლობაში. მოდით გავიხსენოთ, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ყველანი ხელმძღვანელობდით 2007 წლის აპდეიტით, ფოკუს აპდეიტით, რაც ეხება ორმაგი ანტიაგრეგაციული თერაპიის გამოყენებას და მის მართვას, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული კორსინდრომის მქონე პაციენტებში. ამ სლაიდზე წარმოდგენილი არის ყველა ის ძირითადი კვლევა, რამაც საფუძველი დაუდო სხვადასხვა დონის და პერიოდის გზამკვლევებში ანტიაგრეგანტების ჩართვას. თქვენ ახლოს ყველა მისით პირველი ანტიაგრეგანტი ასპირინი, შემდეგ ტიკლოდიპინი, რომელიც ასევე მეც მახსოვს ჰუმანიტარული დახმარების საკითხი უნდა შემოსული, თუმცა დღეს აღარ გამოიყენება, შემდეგ კლოპიდოგრელი 2000 წლების დასაწყისში. დღევანდელ თემას რაც ეხება ტიკაგრელოს, თქვენ გახსოვთ ერთ-ერთმა დიდმა რანდომიზებამ პლატომ დაუდო საფუძველი მის გამოყენებას, შემდეგ უკვე ბრასუგრელი და აი ზუსტად ეს კვლევები დაედო საფუძვლად აი ჩვენი ბოლო პერიოდის პრაქტიკულ გამოყენებას ამ ანტიაგრეგანტებისას. თუმცა დღეს ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგ 2025 წლის ამერიკის გულის ასოციაციის და კარდიოლოგთა კოლეგიის მწვავე კორსინდრომის მართვის გაიდლაინი, ასევე ვიყენებთ 2023 წლის ევროპულ გაიდლაინს მწვავე კორსინდრომის მართვის, სადაც გაერთიანებულია როგორც სტემის, ასევე ნონ-სტემის პაციენტები. თქვენ გახსოვთ, რომ მანამდე ცალ-ცალკე გამოდიოდა გზამკვლევები სტემზე და ნონ-სტემზე. და მანამდე მინდა ასევე შეგახსენოთ ეს არის მიოკარდიუმის ინფარქტის მართვის ხარისხის ინდიკატორები, რომელიც გამოიყენება ძალიან ფართოდ ევროპის და ამერიკის ყველა ცივilizer ქვეყანაში. ამ ხარისხის ინდიკატორებით ფასდება კონკრეტული ცენტრების მუშაობის ხარისხი, რომლებიც დატარებენ მწვავე კორსინდრომის მქონე პაციენტებს. აქ მნიშვნელოვანი არის ის დომენები და ინდიკატორები, რასაც ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება ყველა სტაციონარმა და არა მარტო სტაციონარმა. აქ თქვენ ნახავთ, როცა საუბარი არის გაწერის შემდგომ პაციენტის მართვაზე, რაც ეხება უკვე ამბულატორიულ ცენტრებს, ოჯახის ექიმებს და შემდეგ. პირველი ეს არის აი მიოკარდიუმის ცენტრების ორგანიზება, თვითონ კლინიკაში რეპერფუსიისა და ინვაზიური სტრატეგიის სწორად ჩატარების შეფასება, ჰოსპიტალური რისკების შეფასება პირველივე ეტაპზე, რაც ჩვენ დღეს თემატიკას ეხება ყველაზე უფრო მეტად ანტითრომბული მკურნალობა ჰოსპიტალის პერიოდში რამდენად სწორად არის ჩატარებული, თუ მეორადი პრევენცია, გაწერის დანიშნულება, პაციენტების დამყოლობა და კმაყოფილება და შემდეგ საბოლოოდ უკვე კომპოზიტური და გამოსავლის ხარისხის სხვა ინდიკატორები. რაც შეეხება აი ამ დომენს, მეოთხე დომენს ანტითრომბული მკურნალობა ჰოსპიტალის პერიოდში და ჩვენ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საზოგადოება საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება მუშაობს აი ამ ხარისხის ინდიკატორებზე და ალბათ გარკვეული პერიოდის მერე ჩვენ მოგაწოდებთ ჩვენს რეკომენდაციებს და შევეცდებით თუ იყო იქიდან ინტერაქცია და გამოხმაურება დავნერგოთ ეს ინდიკატორები ჩვენს კლინიკებში. აქ ყურადღება ექცევა 4 ძირითად მომენტს. ეს არის პაციენტთა პროპორცია ადეკვატური პიორი ვაითორმეტ ინჰიბირებით. ანუ იმ გაწერილი პაციენტებიდან რა პროცენტს დაენიშნა ადეკვატურად პიორი ვაითორმეტ ინჰიბირება. პარენტერალური ანტიკოაგულაცია რამდენად სწორად და დროულად იყო ჩატარებული. ორმაგი ანტითრომბული თერაპიის დაპტით გაწერილი პაციენტების რაოდენობა პროცენტული და ორმაგი ანტითრომბული თერაპიის ხანგრძლივობის აღნიშვნა ეგრეთ წოდებულ გაწერის წრეში. თუ თავიდანვე ჩვენ ჩავწეროთ, რამდენი ხნით მიშნავთ ამ თერაპიას, რაც საუბარი ქონდა ბატონ კახას, რამდენი ხნით არის ეს სტანდარტული ბაზისური დაპტი, შემოკლებული დეესკალაციას ვაპირებთ თუ რა პრინციპით მართავთ. ეს არის ერთ შეჯამებული სლაიდი 2023 წლის მწვავე კორსინდრომის მართვის გზამკვლევისა, სადაც რამდენიმე ძირითადი პუნქტია ხაზგასმული, კერძოდ პარენტელარ ანტიკოაგულაციაზე მე ხარ შევჩერდები რამდენად დღეს სხვა თემა გვაქვს, თუმცა შეგახსენებთ, რომ გეპარინი ისევ რჩება პირველი რიგის და პირველი კლასის რეკომენდაციად, ხოლო ფონდაპარინუქსი გადავიდა უკვე 24 საათის მერე დანიშნა პრეპარატში. თუ ჩვენ ვაპირებთ, უფრო სწორად ჩვენ თუ ვაპირებთ ინვაზიას 24 საათის მერე ნონ-სტემის პაციენტში, ხოლო მაშინ შეგვიძლია დავნიშნოთ ფონდაპარინუქსი, ხოლო სტემის შემთხვევაში საერთოდ არ ინიშნება. ჩვენი მნიშვნელოვანი არის წინასწარი მკურნალობა ანტიაგრეგანტებით და ამაზე გვექნება შედარებით თუ დაწვრილებით საუბარი.
წინასწარი მკურნალობა ანტიაგრეგანტები და ასევე შემდეგი ეტაპი შერჩევა კონკრეტული ანტიაგრეგანტის თუ რითი გავაგრძელოთ მკურნალობა არჩევანი თქვენი ცით გვაქვს 3-4 ანტიაგრეგანტი პრინციპში მეხუთეც თუმცა საქართველოში ის ბოლო ორი არ არის შემოსული. მოდით ამასთან ერთად გავიაროთ თქვენთან ერთად ერთი ისეთი სტანდარტული кейსი, რომელიც დამყარებულია რეალურ პაციენტს, თუმცა შეიძლება განვაზოგადოთ. პაციენტი 65 წლის შემოვიდა კლინიკაში სტენოგარდიული შეტევით, დაესვა non-STICS-ის წინასწარი დიაგნოზი და არასტაბილური ჰემოდინამიკის გამო შეფასდა ძალიან მაღალი რისკის პაციენტი და რაც იგულისხმება, რომ ნაკლები 24 საათში უნდა მოხდეს, ნაკლები 2 საათში უნდა მოხდეს ინვაზიური ჩარევა, ორგანული ჩარევა. მიღებული აქვს საწყის ეტაპზე ასპირინის 300 მგ, ანამნეზი გვაქვს ჩვენ შაქრიანი დიაბეტი, სამიზნე ორგანოების დაზიანების გარეშე, დისლიპიდემია, ათეროგენული და გადატანილი იშემური ინსულტი 1 წლის წინ. შესაბამისად, მორიგე ექიმის თუ მკურნალი ექიმის თუ ინტერვენციის წინაშე ისმება კითხვა. რითი ვიწყებთ მკურნალობას ანტიაგრეგანტებით, წინასწარი მკურნალობით თუ მის გარეშე, თუ წინასწარი მკურნალობით რას ვაძლევთ, კლოპიდოგრელს 300 მგ-ს, 600 მგ-ს, ტიკაგრელს 180 თუ პრასუგრელს 60 მგ-ს. ეს კითხვა ალბათ, წლების განმავლობაში ყოველთვის აწუხებს ყველა კარდიოლოგს. ნახოთ, თქვათ, რა შეიძლება მივიღოთ ჩვენ გამომდინარე ჩვენი შედარებით ახალი გაიდლაინებიდან და მე ასევე მინდა თქვენ კითხოთ, რა იდეები გვაქვს ამასთან დაკავშირებით ჩვენი აუდიტორიის წევრებს. რითი შეიძლება ჯობია დავიწყოთ მკურნალობა აი ამ პაციენტში. პაციენტი ძალიან მაღალი რისკის, რომელიც უნდა გავიყვანოთ 1 საათში ინვაზიურ ჩარევაზე. რითი დაიწყებდით მკურნალობას? მე გახსენებთ, რომ პაციენტი მალე უნდა გავიდროს, რო გადის. მალე უნდა ჩავიყვანოთ. კარგი, გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, ხო? ბატონო? პირველი ანტიგაგრელული. კარგით, ან გლობიდოგრელი. კარგით, ყოველ შემთხვევაში მოდით გავყვეთ, რას ვეუბნებიან სხვადასხვა კვლევები და შესაბამისად გამომდინარე მათგან რეკომენდაციები. მე შეგახსენებთ დაახლოებით 10 წლის წინ ჩატარებული ერთ-ერთ კვლევას, ეს არის ატლანტისის კვლევა, სადაც პაციენტებს მისცეს ეს კონკრეტულად ტიკაგრელული, მისცეს უშუალოდ სტენტირების პროცესის წინ და ხოლო მეორე ჯგუფის პაციენტებისას მისცეს გაცილებით ადრე, თქვათ, სასწრაფო 112-ის ბრიგადაში ან თქვათ შემოსვლისთანავე. და მიიღეს ესეთი შედეგი, რომ ტიკაგრელის მიღება პრეჰოსპიტალურ ეტაპზე, ანუ წინასწარ და კათლაბში მიღებასთან შედარებით არ აჩვენა უპირატესობა ST ელევაციის რეზოლუციაში, არ აჩვენა უპირატესობა კარდიოვასკულური ძირითადი ვერდითი მოვლენების შემცირებაში და არც სიზდენების შემცირებაში. ოღონდ ჰქონდა მცირედ უკეთესი ფარდობა დადასტურებული სტენტ თრომბოზის პრევენციაში. სხვა მხრივ კარდიოვასკულური შემთხვევების და ევენთების შემცირებაში მან შედეგი არ მოხდა. მე აღარ გავყვები სხვა კვლევებს, ბევრმა სხვა კვლევებმა მსგავსი ადეკვატური შედეგი აჩვენა. შესაბამისად, ჩვენ დღეს გვაქვს უკვე ესეთი მყარი მტკიცებულება და გაიდლაინი გვეუბნება, რომ პიორი Y12 ინჰიბიტორებით წინასწარი მკურნალობა შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ იმ პაციენტებთან, რომელთაც აქვთ non-STICS-ი, არ იგეგმება ადრეული ინვაზიური სტრატეგია ნაკლები 24 საათში და არ აქვს სიზდენის მაღალი რისკი. ანუ თუ ჩვენ ვაპირებთ ჩარევას 24 საათის შემდეგ, ანუ ეს პაციენტი არ არის არც ძალიან მაღალი რისკის, არ არის არც მაღალი რისკის, არამედ არის ზომიერი რისკის პაციენტი, აი მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია მივცეთ წინასწარ პიორი Y12 ინჰიბიტორები, ისიც მეორე B კლასის რეკომენდაციით. ხოლო პაციენტებში, რომელთაც ჩვენ არ ვიცით კორონარული ანატომია და იგეგმება ადრეული ინვაზიური სტრატეგია ნაკლებია 24 საათში, რუტინულად ანტიაგრეგანტების დანიშვნა, პიორი Y12 ინჰიბიტორის დანიშვნა, იცემა არ არის რეკომენდებული, რაც არის კაცრად ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, რეკომენდაცია. ადრე ესეხებოდა თქვენ გახსოვთ წლების წინ წინა გაიდლაინებში მხოლოდ პრასუგრელს, დღეს გავრცელებულია ეს რეკომენდაცია ყველა სხვა ანტიაგრეგანტზე, მათ შორის ტიკაგრელზე და მათ შორის პრასუგრელზე. რა ხდება სტემის შემთხვევაში? სტემის შემთხვევაში თქვენ გახსოვთ მარცხენა ხარეს, რომ აქ იყო პირველი კლასის რეკომენდაცია, რომ ჩვენ ადრევე უნდა დაგვეწყო შემზადება პაციენტის პიორი Y12 ინჰიბიტორებით, სანამ ჩავიყვანეთ ინვაზიაზე, ხოლო დღესდღეობით უკვე გვაქვს ჩვენ მეორე B კლასის რეკომენდაცია ამ კუთხით, რომ კი ბატონო შეიძლება განვიხილოთ წინასწარი მკურნალობა
პირველი ვაითურმენტი ინჰიბიტორები, თქო ეს არის მეორე B კლასის რეკომენდაცია და არა ის პირველი რეკომენდაცია, რაც საუბარი ქონდა წინა გაიდლაინებში. მოდით გავყვეთ ახლა ჩვენ кейსს, შესაბამისად პასუხი ამ კითხვაზე არის ალბათ წინასწარი მკურნალობის გარეშე, რაზეც გვაქვს ხოლმე ყოველთვის ჭიდილი ინტერვენციონისტებს და მათ ეშინიათ თვითონ რომ ერიდებათ ამ პაციენტის გაყვანა აი ამ წინასწარი შემზადების გარეშე მოსალოდნელი სტენტროზების გამო, თუმცა ნუ გაიდლაინი გვეუბნება, რომ მსგავსი პაციენტი ჩვენს პაციენტის მსგავსი პაციენტი ჩვენ უნდა გავიყვანოთ წინასწარი პირველი ვაითორმეტით მკურნალობის გარეშე. მოდით გავაგრძელოთ ჩვენი кейსი. ჩაუტარდა კორონოგრაფია ამ პაციენტს, აღმოჩნდა რომ არის შევიწრებული ელეიდი, გვაქვს დისტალური სტენოზი და ჩაუტარდა კორონარული ანგიოპლასტიკა ერთი წამლით დაფარული სტენტით, ბიოდეგრადირებული სტენტით. და აქ უკვე ისრება მეორე კითხვა, სანამ ჩაუტარდება სტენტირება, რითი ვიწყებთ ან ვაგრძელებთ მკურნალობას, რომელი მედიკამენტით? ხო, ჩაუტარდა კორონოგრაფია და ნუ უნდა დავსტენტოთ ის სტენტება. რით ვაპირებთ ანტიაგრეგაციას, კლოპიდოგრელი, ტიკაგრელული თუ პრასუგრელი? ბატონო? ტიკაგრელული. არა იმიტომ რომ დღეს ტიკაგრელულზე საუბარი გვაქვს, ხო? ხო, ეხლა რატო უნდა მივიცეთ თქვა ტიკაგრელული ან რატო მივიცეთ პრასუგრელი ან კლოპიდოგრელი, მოდით გავიაროთ თქვენთან ერთად. რას გვეუბნება 25 წლის ამერიკული სამკვლევი, გვეუბნება რას? პირველი ასე ვთქვათ პოსტულატი, რომ non-STS პაციენტებში, რომელთაც იტარებენ PCI-ს, ძირითადი კარდიოვასკულური გვერდითი მოვლენების შესამცირებლად და სტენტ რომლის შემცირებლად რეკომენდებულია პრასუგრელი ან ტიკაგრელული. ორივე მედიკამენტი რეკომენდებული არის. იმ პაციენტებში, რომელთანაც არ იგეგმება ინვაზიური ჩარევა, მათთან ცალსახად რეკომენდებულია ტიკაგრელული. და მესამე, ამ პაციენტებთან კლოპიდოგრელი რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრასუგრელი ან ტიკაგრელული ან არ არის ხელმისაწვდომი, ან აქვს აუტანობა პაციენტს, ან აქვს უკუჩვენება. ანუ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ ვაძლევთ სხვადასხვა მიზეზთა გამო ტიკაგრელულს და პრასუგრელს, მაშინ ვიყენებთ კლოპიდოგრელს. სხვა შემთხვევაში ვიყენებთ იმ ორ პრეპარატს, რადგან საუბარი ქონდა და ასევე თუ კითხვა დაგეგმილია ჩარევა 24 საათის შემდეგ, ანუ ეს არ არის ძალიან მაღალი და მაღალი რისკის პაციენტი, ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ კლოპიდოგრელის და ტიკაგრელულის და არა პრასუგრელი. ეს იყო ამერიკული, ასე ვთქვათ, გაიდლაინი, ხო? იგივე არის თითქმის სტემის მართვასთან დაკავშირებით ეკონომისტები. სტემის მართვასთან დაკავშირებით იგივე რეკომენდაციებია. რაც შეეხება ევროპულ რეკომენდაციებს, აქაც თქვენ ხედავთ, პრინციპში იგივე აქვს ჩვენთან აქაც, რომ პაციენტებში მხოლოდ მაშინ გამოიყენება კლოპიდოგრელი, თუ კი ვერ ვაძლევთ ტიკაგრელულს ან პრასუგრელს. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ თავიდან მკურნალობას ვიწყებთ აი ორი ძირითადი ძლიერ მოქმედი პირველი ვაითორმეტი ინჰიბიტორით და აქ უკვე შერჩევასთან დაკავშირებით, რომელი ავარჩიოთ ამ ორიდან, პრასუგრელი თუ ტიკაგრელული. ევროპული გაიდლაინი ასევე გვეუბნება განსხვავებით ამერიკული გაიდისგან, რომ გარკვეული ასპექტებით ამ შემთხვევაში პრასუგრელი არის უპირატესი, თუმცა აქ არის ერთი ძალიან დიდი დათქმა, რომ ამ პაციენტს არ უნდა ქონდეს გადატანილი იშემიური ინსულტი, ან არ უნდა ქონდეს გარდამავალი იშემიური შეტევის ეპიზოდი. თუ ამ პაციენტს აქვს ანამნეზში ინსულტი, ამ შემთხვევაში ჩვენ პრასუგრელის მიღებას, რა თქმა უნდა, აღარ უჩვენთ პაციენტს. შესაბამისად, პასუხი კითხვაზე, რომელი პირველი ვაითორმენტი ინჰიბიტორი დავიწყოთ ჩვენ მკურნალობა, ცალსახად არის ტიკაგრელული, რამდენადაც კლოპიდოგრელი არის მეორე რიგის, ხოლო პრასუგრელიც პაციენტს გადატანილი აქვს იშემიური ინსულტით. ჩაუტარდა ამ პაციენტს სტენტირება. მოდით გავიხსენოთ, რომ მას გამოუვლინდა ასევე თრომბოციტოპენია და ჰემოგლობინი აქვს 11.9. ჩაუტარდა სტენტირება და დაეწყო ორმაგი ანტიაგრესიული თერაპია ასპირინით და ტიკაგრელულით. შევჯერდით, ხო, შევთანხმდით. შემდეგი კითხვა ალბათ უკვე მკურნალ ექიმთან დაკავშირებული, რითი გავაგრძელოთ მკურნალობა, რამდენ ხანს გავაგრძელოთ მკურნალობა. დააბტი 12 თვე, ორმაგი თერაპია 12 თვე, შემდეგ ასპირინი ან ტიკაგრელული, დააბტი 3-6 თვე, შემდეგ ასპირინი ან ტიკაგრელული, დააბტი 1 თვე ან 3 თვე და შემდეგ ტიკაგრელული და თუ დააბტი 3 თვე და შემდეგ დეესკალაცია კლოპიდოგრელით. ამაზე ძალიან კარგად გქონდა საუბარი ბატონ კახაბერს, გაშალა ეს თემა და თქვენ როგორ ფიქრობთ?
პასუხი შეიძლება რამდენიმე იყოს, არ არის აუცილებელი ერთი იყოს. რას ფიქრობ? რითი გავაგრძელოთ ამ პაციენტის შემდგომი მკურნალობა? ბატონო? დიახ. შემდეგ? ნუ ამ პაციენტს შაქრიანი დიაბეტი 4 წლის, თუმცა ეს არ ითვლება ძალიან მაღალ რისკში. გვაქვს გადატანილი ისემიური ინსულტი, დისლიპიდემია, თრომბოციტოპენია და დაბალი გემოგლობინი, შედარებით დაბალი. გვაქვს რამე იდეა ამ კუთხით. ანუ ბაზისური თერაპია 12 თვე თუ შემოკლებული დაფტი, ან თუნდაც დეესკალაცია. 3 თვე. კარგით. მოდით გავიხსენოთ, რომ როგორც ამერიკული, ასევე ევროპული რეკომენდაციებით 12 თვიანი დაფტი, ანუ 12 თვიანი ორმაგი დუალური ანტიაგრეგაციული თერაპია კვლავ რჩება ძირითად სტრატეგიად. ეს არის ხდება, ჩვენ შეგვიძლია ესეთ პაციენტებს მივიცეთ 12 თვიანი თერაპია და არავინ თქვათ რაღაც რო სიზდენა წამოვიდეს, არავინ არ დაგვაჯარიმებს და ისტორია არ დაგორექტირდება. ეს რჩება ძირითად სტრატეგიად, მაგრამ მოდით გავიხსენოთ რამდენიმე კვლევა. მე ხშირად მიყვარს ამ სლაიდის წარმოჩენა. ეზოთ ეს არის ჩარლიზმა კვლევა, სადაც შედარებულია პაციენტების ორი ჯგუფი. პაციენტები არიან მაღალი ისემური რისკის პაციენტები, რომელთაც ჩაუტარდათ PCI. პაციენტების ერთ ჯგუფს დაენიშნა ორმაგი თერაპია კლოპიდოგრელით და ასპირინით, ხოლო მეორე ჯგუფს დაენიშნა ერთმაგი თერაპია. და რა შედეგები მივიღეთ? ხედავთ თქვენ, ხო, პირველ გრაფიკზე გვაქვს ძალიან დიდი სარწმუნო განსხვავება, ხოლო მეორე გრაფიკზე ჩვენ არ გვაქვს სარწმუნო განსხვავება. შესაბამისად, კვლევამ დაადასტურა, რომ მხოლოდ პაციენტებმა გადატანილი მიოკარდიული ინფარქტით ანამნეზში მიიღეს სარგებელი დაფტით. ანუ დაფტმა ჩვენ სარგებელი მოგცა მხოლოდ ინფარქტ გადატანილ პაციენტებში და არა იმ პაციენტებში, ვისაც ანამნეზში ადრე ინფარქტი არ ქონია, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ქონდათ ინფარქტი ან სტენოკარდია, ხო, მწვავე კროს სინდრომი. მეორე კვლევა, იგი დაფტს კვლევა, რომელიც ასევე არის ავტორიტეტული კვლევა, აი ამ კვლევაშიც მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად შეამცირა სტენტ თრომბოზები დაფტმა, მიუხედავად ამისა, მაინც სიკვდილობის მხრივ ვერ შეამცირა სიკვდილობის მაჩვენებელი შედარებით ერთმაგ თერაპიასთან. Twilight კვლევა, რომელიც ახსენა ბატონმა კახამ, აქაც 3 თვიანი დაფტის შემდეგ პაციენტების ერთ ქვეჯგურს გაუგზავნა მკურნალობა ისევ დაფტით, ხოლო პაციენტების მეორე ჯგურს გაუგზავნა მკურნალობა ერთმაგი თერაპიით, ასპირინი ამოღებული იქნა და გაუგზავნა მკურნალობა პირველი Y12 ინჰიბიტორით, კერძოდ ტიკაგრელობით და რა შედეგები მივიღეთ შედეგები, ერთ-ერთი პირველი კვლევა იყო, სადაც ესეთ შედეგები დაიდო, რომ იმის ფონზე რომ 44% შემწირდა მონოთერაპიისას ის ბარს 2, 3 და 5 ტიპის სიზდენები შედარებით ორმაგ თერაპიასთან. არ გაიზარდა სიკვდილობის, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ისემიური ინსულტის რისკები. შესაბამისად, ამ კვლევამ აჩვენა, რომ დაფტის შემოყლებისას ჩვენ არ გვესდება ისემიური გართულების სიხშირე, რაც ნიშნავს, რომ 3 თვის შემდეგ დაწყებულმა მონოთერაპიამ ჩვენ მოგცა აი ესეთი შედეგები სიზდენის შემცირების კუთხით 54% და არ იზრდება კიდევ მეორე ისემიური შემთხვევების რისკი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, ტიკო კვლევა, სადაც ასევე 3 თვიანი დაფტის შემდეგ ბიოდეგრადირებადი პოლიმერცირული დაფარული სტენტით PCI შემდეგ 3 თვიანი დაფტის შემდეგ ამ პაციენტებს მოეხსნა დასპირინი, გაუგზავნა მკურნალება ტიკაგრელობით მონოთერაპიის სახით და მივიღეთ შედეგები, რომ ამ პაციენტებში ტიკაგრელოლის მონოთერაპია დაფტიდან 3 თვის შემდეგ უპირატესი იყო დაფტის სტანდარტულ თერაპიაზე 12 თვის განმავლობაში და ეს მონოთერაპია ეფექტური იყო წმინდა კომპოზიტური ისემიური და სიზდენის მოვლენების თავიდან ასაცილებლად. ანუ კლინიკური გამოსავალი წმინდა ნეტ კლინიკური სარგებელი იყო უკეთესი ვიდრე 12 თვიანი ბაზისური თერაპიისა. შეგვიძლია გავითვალისწინოთ, რომ სხვა კვლევებში რაც ეხებოდა ამ მონოთერაპიას, გამორიცხულები იყვნენ სტემის პაციენტები, ხოლო ამ კვლევაში ეს პირველი კვლევა იყო, სადაც 36% პაციენტებისა იყვნენ სტემის პაციენტები, განსხვავებით სხვა კვლევებისგან ხედავთ და აი ამ სტემ პაციენტებშიც ზუსტად იგივე შედეგები იქნა მიღებული. რამაც საშუალება მისცა, რომ გამოიტანა დასკვნის სახით, რომ ტიკაგრელოლის მონოთერაპიამ მოგცა ჩვენ სიზდენების შემცირება, მაგრამ არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავებები მეისების მიხედვით, ანუ ძირითადი კარდიოვასკულური შემთხვევების განზრდის კუთხით.
Master დაფტის კვლევა მსგავსი შედეგები გვაქვს, ოღონდ უკვე აღებული იყო 30-45 დღე დაახლოებით. ჩვენახევრის შემდეგ გადავიდნენ მონოთერაპიაზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა ეს არის დაფტ ultimate-ის კვლევა, ultimate დაფტის კვლევა, სადაც ასევე პაციენტების დიდი რაოდენობა იქნა ჩართული ამ კვლევაში. მიზანი იყო, რომ შეედარებინათ ერთი თვის შემდეგ მონოთერაპია შედარებულიყო 12-თვიან დაფტთან. ანუ ერთი თვე დაფტი და შემდეგ მონოთერაპია შედარდა 12-თვიან დაფტს და აქაც მიღებული იქნა შედეგი, რომ ამ პაციენტებსაც სიზდენების რისკის მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე არ გაეზარდათ იშემიური მოვლენები, არც კარდიოვასკულური, ვთქვათ, და არც ცერებროვასკულური. ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რამაც მოგვცა საშუალება, რომ შესულიყო მისი შედეგები გაიდლაინებში სხვადასხვა ფორმულირებით და Tropical ACS-ის კვლევა საუბარი ქონდა ბატონ კახას დეესკალაციაზე, კერძო თრომბოციტების ფუნქციის ტესტირებაზე. ეხლა ჩვენთან კეთდება თრომბოციტების ტესტირება გენეტიკური მეთოდით აკეთებენ თუ არ ვთქვი ერთ-ერთ კერძო ლაბორატორიაში და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. ზოგადად სტატისტიკურად სხვადასხვა ქვეყანას გააჩნია 5-დან 29%-მდე არის პაციენტების რიცხვი, რომლებიც ვერ პასუხობენ კლოპიდოგრელით თერაპიას გარკვეული გენური სრულების გამო, სპეციალური ცილის არსებობის გამო. შესაბამისად, აი ამ ფუნქციის ტესტირებით მართულმა დაფტმა ჩვენ მოგვცა ძალიან კარგი შედეგი. შესაბამისად, ეს დეესკალაცია, დაფტის დეესკალაცია ამ კვლევიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება განვიხილოთ, როგორც დაფტის ალტერნატიული სტრატეგია კერძოდ ამ პაციენტებისათვის. გამომდინარე მოყვანილი კვლევებიდან 23 წლის წვავე კორის გაიდლაინში ჩვენ გვაქვს შემოტანილი რამდენიმე ჩვენ კი არა და მათ შემოიტანეს და ჩვენ ვიყენებთ უკვე რამდენიმე მიმართულება, კერძოდ თუ პაციენტს აქვს მაღალი სიზდენის რისკი, ჩვენ ხედავთ ზუსტად იგივე იმ კონსორციუმის მიხედვით მაღალი სიზდენის რისკი, ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთი თვის შემდეგ გადავიდეთ საბძზე, მოუხსნათ დაფტი, მოხსნათ ასპირინი გადავიდეთ საბძზე, თუმცა შეიძლება მოხსნათ პირიქით პიორი ვაითორმეტი გავაგზავნოთ თუნდობა ასპირინით. ჩვენ შეიძლება იგივე გავაკეთოთ 3 თვიანი ან 6 თვიანი დაფტის შემდეგ და ასევე ჩავატაროთ დეესკალაცია 1-3 თვიან პერიოდში და პრასუგრელ ტიკაგრელოლიდან დეესკალაციის გამო გადავიყვანოთ ეს პაციენტები კლოპიდოგრელზე. და გაიდლაინს ესე გვეუბნება, რომ იმ პაციენტებთან, რომელთაც არ ქონიათ პირველი 3 თვის განმავლობაში დაფტის პერიოდში მწვავე კორონული მოვლენა იმყოფებიან ორმა განტიაგრეგაციას, შეიძლება ისინი გადავიყვანოთ ჩვენ უკვე ერთმა თერაპიაზე პიორი ვაითორმეტი ინჰიბიტორით, ოღონდ ეს არის მეორე კლასის რეკომენდაცია. ასევე შემდეგი რეკომენდაცია გახლავთ, რომ მაღალი სიზდენის პაციენტებში უკვე ერთი თვის შემდეგ შეგვიძლია ჩვენ გადავიდეთ დაფტიდან საბძზე, ოღონდ უნდა გავიგოთ კურნალობა აუცილებლად პიორი ვაითორმეტი ინჰიბიტორით, ოღონდ მას აქვს მეორე B კლასის რეკომენდაცია ჯერჯერობით და ასევე მიჩნეულია, რომ დეესკალაცია, ანუ გადართვა ძლიერ მოქმედი პიორი ვაითორმეტი ინჰიბიტორებიდან კლოპიდოგრელზე შესაძლებელია განხილვასთან სიზდენის შესამცირებლად, ოღონდ ესეც არის მეორე B კლასის რეკომენდაცია და ასევე მესამე კლასის რეკომენდაცია, ანუ აკრძალვის რეკომენდაცია, რომ დეესკალაცია არ უნდა და ასევე დაფტის შემოქმედებას არ უნდა მოხდეს 30 დღეში, ანუ პირველ 30 დღეში ჩვენ უმჯობესია, რომ არ შევეხოთ ორმაგ თერაპიას და პაციენტმა სრულად მიიღოს ორმაგი ანტიაგრეგაციული თერაპია. რას გვეუბნება 25 წლის ამერიკული გაიდლაინი? თქვენ აქ ხედავთ, რომ აქაც მიჩნეული არის 12 თვიანი დაფტი მიღებულ სტრატეგიად, როგორც ევროპაში. აქაც მიჩნეულია, რომ ჩვენ შეგვიძლია 1-დან 3 თვემდე პერიოდში ჩავხსნათ ასპირინი და გავაგრძელოთ კურნალობა ტიკაგრელოლით. თუ ჩვენ პაციენტს აქვს საჭიროება რომ მიიღოს ანტიკოაგულაციის თერაპია, თქვა და არის ფიბრილაცია, ამ შემთხვევაში ერთი კვირიდან ერთ თვემდე ვაძლევთ სამმაგ თერაპიას და შემდეგ ვაგრძელებთ ორმაგ თერაპიას და ასევე თუ პაციენტს ჩვენ დავიწყოთ კურნალობას დაფტით, შეგვიძლია სადღაც ერთი თვის შემდეგ გადავიყვანოთ უკვე დაფტიდან გავაკეთოთ დეესკალაცია, ოღონდ ესეც არის მეორე B კლასის რეკომენდაცია და მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება ასევე მეორე გრაფიკზე, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ ერთი თვის შემდეგ პაციენტის გადაყვანისას დაფტიდან საბძზე კონკრეტულად მითითებულია, კონკრეტულად ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ტიკაგრელოლი. არ არის მითითებული არც კლოპიდოგრელი, არც პრასუგრელი, მითითებულია პირდაპირ კლოპიდოგრელი, რომ 1-3 თვიანი დაფტის შემდეგ
გადართვა დაფტიდან სავზე ხდება ტიკაგრელოლის მონოთერაპიით, ხოლო ყველა სხვა დანარჩენს უწერია მეორე B კლასის რეკომენდაცია. რაც შეეხება სიზდენის მაღალი რისკის შეფასებას, ხო ჩვენი გქონდა დათქმა, რომ აქ საუბარია დაფტის შემოκლებისას და დეესკალაციისა, საუბარი გვაქვს სიზდენის მაღალი რისკის მქონე პაციენტებზე. ეს აკადემიკლებითი კონსორციუმი ძალიან კარგად გახსნა ბატონმა გახლა. მე შევეცდები რომ მიუსადაგო ეს კრიტერიუმები ჩვენს კონკრეტულ პაციენტს. თუ კი არის ერთი დიდი კრიტერიუმი ან ორი მცირე კრიტერიუმი, ამ შემთხვევაში იცით რომ პაციენტს აქვს მაღალი რისკი სიზდენის. ჰემოგლობინი გახსოვთ თქვენ 11.9 იყო და უკვე გვაქვს ერთი მცირე კრიტერიუმი. ასევე ქონდა გადატანილი ინსულტი 1 წლის წინ, ეს უკვე არის მეორე მცირე და უკვე ჩვენ შეგვიძლია ეს პაციენტი მივაკუთვნოთ მაღალი სიზდენის რისკის პაციენტებს. პლუს ამასთანავე გვაქვს ერთი დიდი კრიტერიუმი, რომ ამ პაციენტს აქვს თრომბოციტოპენია 94 იყო თუ კარგად მახსოვს, ანუ 100-ზე დაბალი. შესაბამისად ეს პაციენტი ყველგან გადის უკვე მაღალი სიზდენის რისკის პაციენტში, შესაბამისად უმჯობესია რომ მას ჩვენ ვივცეთ არა ძირითადი სტრატეგია, არამედ ალტერნატიული ანტიაგრეგაციული თერაპიის სტრატეგია და კითხვა თქვათ, აი როგორ ამდენ ხანს გავაგრძელოთ. დაფტი 12 თვე ალბათ დამეთანხმებით რომ აღის ამ პაციენტთან 12 თვიანი დაფტის გაგრძელება შეიძლება მივიღოთ სიზდენა. დაფტის 3-6 თვე შემდეგ ასპირინი ან ტიკაგრელული. გაიდლაინი ორივე ევროპული ამერიკული პრინციპში გვეუბნება რომ ჩვენ შეიძლება ეს მიდგომა გამოვიყენოთ და ამ პაციენტს 3-6 თვის შემდეგ უკვე შეუწყვიტოთ ასპირინი ან შეუწყვიტოთ ანტიაგრეგანტი მეორე და დავსვათ ერთი, ანუ საფტი გავაგრძელოთ, ანუ მეორე პასუხიც ჩემი აზრით მისაღებია. დაფტი 1-3 თვე შემდეგ ტიკაგრელული, ამ შემთხვევაშიც გვეუბნება ჩვენ გაიდლაინ ამერიკული განსაკუთრებით რომ თქვენ შეგიძლიათ კონკრეტულად ტიკაგრელული გააგრძელოთ საფტის სახით და 3 თვე შემდეგ დეესკალაცია. აქაც გაიდლაინი გვეუბნება რომ ჩვენ შეგვიძლია დეესკალაცია დაუშვათ ამ პაციენტთან და გადავიყვანოთ კლოპიდოგრელზე. თუმცა თუ რეკომენდაციის ხარისხს გავითვალისწინებთ, ხო? მეორე ხარისხი არის მეორე კლასის რეკომენდაცია, დაფტის დეესკალაციაზე ჩვენ გვაქვს მეორე B რეკომენდაცია, ხოლო ტიკაგრელოლის გაგრძელებაზე მესამე პასუხი ჩვენ გვაქვს პირველი კლასის რეკომენდაცია, შესაბამისად ალბათ უმჯობესი იქნება რომ ეს პაციენტი ჩვენ გადავიყვანოთ უკვე საბძზე, ოღონდ ტიკაგრელოლით გაგრძელებულ საბძზე. ასევე როგორც გითხარით, თრომბოციტების ფუნქციის შეფასება მიჩნეულია რომ არ არის მოწოდებული რუტინულად ჩვენ ეს ვატაროთ ყველა პაციენტს, ვთქვათ, ვისაც უწევთ დეესკალაციას ან ვისაც ვთქვათ თავიდან უნიშნავ კლოპიდოგრელს, არ არის მოწოდებული რომ ყველა პაციენტი გავაგზავნოთ აი ამ ძვირადღირებულ კვლევაზე. ამის რეკომენდაცია არ გვაქვს, თუმცა თუ ჩვენ გეგმიურად ვაკეთებთ დეესკალაციას და გადაყვანს ეს პაციენტები ძლიერ მოქმედი ტიკაგრელიდან და პრასურელიდან კლოპიდოგრელზე, თუ გვაქვს ამის დრო და პაციენტს აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი, ჩვენ უმჯობესია რომ გავაგზავნოთ ეს პაციენტი თრომბოციტების ფუნქციის ტესტირებაზე და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება კლოპიდოგრელზე გადაყვანაზე, რამდენადაც შეიძლება ტყილად დავნიშნოთ ეს მედიკამენტი და პასუხი არ გქონდეს. და კიდევ ერთი წინაგულთა ფიბრილაციის დროს აქაც შესაძლებელია ბალანსი, თრომბოზული რისკის ბალანსი და სიზდენის ბალანსი და აქაც თქვენ გახსოვთ ეს კვლევები, Pioneer AFI BCS კვლევა და ასევე აუგუსტის კვლევა, სადაც რივაროქსაბანი და აპიქსაბანი იქნა ჩართული ამ კურნალობაში და მიიღეს შესაბამისი რეკომენდაცია, რომ ამ პაციენტებს ჩვენ შეგვიძლია მივცეთ ერთკვირიანი სამმაგი თერაპია პლუს ანტიგოაგულანტი დამატებული ორმაგი თერაპიაზე და შემდეგ უკვე 12 თვიანი ორმაგი თერაპია, თუმცა თუ ამ პაციენტს აქვს მაღალი ისემიური რისკი და თქვენ იცით კარგად რა არის მაღალი ისემიური რისკი, ამ შემთხვევაში ერთკვირიანის ნაცვლად ვაძლევთ ერთთვიან სამმაგ თერაპიას და შემდეგ გადავდივართ უკვე ორმაგი თერაპიაზე, უკვე ანტიკოაგულანტით და პიური Y12 ინჰიბიტორით. თუმცა ისიც კარგად გახსოვთ, რომ ამ შემთხვევაში ვიყენებთ მხოლოდ კლოპიდოგრელს და ტიკაგრელოლის ან პრასურელის გამოყენება სამმაგი თერაპიისას არ არის რეკომენდებული. რაც შეეხება 12 თვის შემდეგ, რითი ვაგრძელებთ კურნალობას 12 თვის შემდეგ, ეს ალბათ საინტერესო ვაგრძელებთ თუ არა საერთოდ იმ პაციენტებში, რომელთაც ჩვენ გავუგზავნეთ 12 თვიანი დაფტი, აქაც გვაქვს ძალიან მკაფიო რეკომენდაცია, რომ პაციენტები, რომლებიც ითვლებიან მაღალი ისემიური რისკის პაციენტებთან, აქ რეკომენდებულია 12 თვის შემდეგაც ორმაგი ანტითრომბული
მკურნალობის გაგრძელება, აქ ჩვენ არჩევანი გვაქვს. ეს არჩევანი არის ვთქვათ ასპირინი და კლოპიდოგრელი, ასპირინი და პრასუგრელი, ასპირინი და რივაროქსაბანი, ასპირინი და ტიკაგრელოლი. ნებისმიერი შეიძლება გამოვიყენოთ. თავარი გასული უნდა იყოს 1 წელი და ამ 1 წლის განმავლობაში პაციენტს არ უნდა ქონდეს სიზდენის ეპიზოდი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ერთი დამატება მინდა ვთქვათ, რაც შეეხება რივაროქსაბანს, რომ ბატონმა გახმა აღნიშნა ეგრეთ წოდებული DPI ხო ორმაგი ინჰიბიცია, ანუ ჩვენ სხვადასხვა როლზე მოქმედებთ უკვე ამ ფაქტორებზე და რივაროქსაბანი წარმატებით გამოიყენება მულტივაზალური, მულტიფოკალური დაზიანებისას, თუ ჩვენ გვაქვს თქვა კორონარული დაზიანება და პადი, ან კორონარული და ცერებროვასკულური, ამ შემთხვევაში უპირატესი არის უკვე რივაროქსაბანის დამატება, ვიდრე კლოპიდოგრელის და ტიკაგრელოლის. რაც შეეხება მაგალითად თრომბოზული რისკის პაციენტებს, რომელი პაციენტები ითვლებიან იმ პაციენტებად, სადაც საჭირო არის გახანგრძლივებული დაფტი, ესენი არიან პაციენტები, რომელთაც ამჟამად აქვს მწვავე და პლუს აქვთ შაქრიანი დიაბეტი, მორეციდივე ინფარქტი თქვათ, მრავალსიზაროვანი დაავადება, ადრეული ათეროსკლეროზი ან ბოლო 2 წელიწადში ახალი დაზიანება, სხვათა შორის თანმდების სისტემური დაავადება, წითელი მბლურა ან შიცის ითვლება ამ ფაქტორად, ასევე დაბალი GFR-ი და რაც შეეხება ტექნიკურ ასპექტებს, შეიძლება არც ერთი ზემოჩამოთვლილი პაციენტს არ ქონდეს, მაგრამ თუ აქვს იმპლანტირებული მინიმუმ 3 სტენტი, თუ აქვს რევასკულარიზებული ადრეკლებს 3 დაზიანება, თუ არის სტენტის საერთო სიგრძე სტენტების 60 სანტიმეტრზე მეტი, ან რთული რევასკულარიზაცია, ეს პაციენტები ითვლებიან მაღალი რისკის პაციენტებად და მათთან რეკომენდებულია გახანგრძლივებული 12 თვეზე უფრო ხანგრძლივი ანტიაგრეგაციული თერაპიის ჩატარება. დასკვნის სახით კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ანტითრომბული თერაპია და ანტიკოაგულაცია რეკომენდებულია ყველა პაციენტში, ვინც დიაგნოსტირებული არის მწვავე სინდრომით, 12 თვიანი ძლიერ ანტიაგრეგანტებზე, ტიკაზე და პრასულზე დამყარებული თერაპია კვლავ რჩება ძირითად ანტითრომბულ თერაპიად და ასევე გვაქვს ჩვენ ალტერნატიული სტრატეგიები, როგორიც არის დაფტის შემოკლება, როგორიც არის დაფტის დეესკალაცია და ეს მიდგომები უნდა გამოვიყენოთ პერსონალიზირებულად კონკრეტული პაციენტის კონკრეტული იშემიური და სიზდენის რისკების შეფასების კუთხით და კიდევ ერთი რომ ზემოთმოყვანილი კვლევების შედეგები იძლევიან არა მარტო წარმოდგენილი, არამედ სხვა კვლევებისაც იძლევიან გაიდლაინების განახლების და პრაქტიკის კვლევის საშუალებას პაციენტებში მწვავე სინდრომით და PCI-ით მკურნალობის შემდეგ მხოლოდ ერთთვიანი დაფტით და შემდგომი საფტით, ოღონდ როგორც მითითებული იყო, ძლიერი POR12 ინჰიბიტორის ტიკაგრელოლის გამოყენებით საკმაოდ მკაცრი და ძლიერი რეკომენდაციებით. და მე უკვე ვამთავრებ ჩემს პრეზენტაციას old fast ხოვნით აი სლაიდი მომაწოდეს მინდა წარმოვიდგინოთ, ეს არის ტიკაგრელოლი old fast წარმოგული და მე მივესალმები თქვენთან ერთად თუ კიდევ ერთი ევროპული ტიკაგრელოლი შემოვიდა საქართველოში, ალბათ ამას გარკვეული პლუსები ექნება და დოზები ყველაფერი იგივე შეგვიძლია გამოვიყენოთ წარმატებით. ეს არის ჩვენი სამუშაო ჯგუფის ასე ვთქვათ ემბლემა, დავიცვათ გული ერთად, დავიცვათ გული პაციენტებმა, ექიმებმა, კოლეგებმა, ოჯახის წევრებმა და ასე შემდეგ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.